მოგესალმებით მეგობრებო, ბრუნდება ეთთოქი ახალი ეპიზოდით და ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად. დღეს საუბრობთ კამპანიაზე, რომლის მესიჯიც არის შეინარჩუნეს სიმშვიდე. პირველ რიგში ვნახოთ ვიდეო, რომელიც შექმნეს ჩვენმა მეგობრებმა და შემდეგ უკვე დავბრუნდეთ მის განხილვით. ვნახოთ ვიდეო. შეინარჩუნეს სიმშვიდე. როცა მანქანა დაზღვეულია, დაზიანება კატასტროფა არ არის. დავბრუნდით მეგობრებო, ძალიან საინტერესო ვიდეოა, მინდა ხაზი გაუსვარო, რაც ეხლა თქვენ ნახეთ, არის სრულიად AI-ის შექმნილი და ძალიან საინტერესოა, მოკლედ აი ამ პროცესებზე საუბარი. მინდა გაგაცნოთ ჩვენი სტუმრები, ლევან სირბილაძე, ბახლაბის თანადამფუძნებელი და ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგის ხელმძღვანელი. მოგესალმებით და მადლობა, რომ გვეწვიეთ ჩვენს პოდკასტში. ჩვენ ზოგადად დარწმუნებული ვარ წინა ეპიზოდები ნანახი გვაქვს ესეთი სტილი, როდესაც ბრენდი და სააგენტო მოდის ჩვენთან სტუმრად, ვიწყებთ ზოგადად მარკეტინგის გუნდზე საუბარს. ძალიან საინტერესოა ზოგადად ალდაგის მარკეტინგის გუნდი რა მოწყობის არის, რა პრინციპებით მუშაობს, რამდენი ადამიანია, ეს ყველაფერი რომ გაგვიზიაროთ და მე ალბათ უკვე დავიწყებთ მთლიანად კამპანიაზე საუბარს. კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა აქ რომ ვარ, მიხარია ძალიან და ამ კამპანიით განსაკუთრებით მიხარია, იმიტომ რომ ვთვლი რომ მართლა რაღაცა ძალიან ახალი და ექსპერიმენტული პროექტი არის. რაც შეეხება ალდაგს, ახლა ალდაგი იცით, თქვენ წელს გახდა 35 წლის ბრენდია. ანუ რო წარმოვიდგინოთ, დაახლოებით იმდენივე წლის არის, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა. ანუ პირველი კერძო კომპანია, თუ პირველი არა, ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანია საქართველოს, რომელიც აი უწყვეტად ამ სახელით ოპერირებს. მარკეტინგის გუნდს რაც შეეხება, ახლა თვითონ ალდაგი ოპერირებს არასასიცოცხლო დაზღვევით მიმართულებით, ან ჯანმრთელობის დაზღვევაში არ არის, ანუ ყველაფერი სხვა ჯანმრთელობის გარდა. და ნუ ეს როგორც ვთქვით, PNC ბიზნესი. ამ მარკეტინგის გუნდი რაც ჩვენ გვყავს, ნუ დაკომპლექტებული ესეთი შემადგენლობა ზოგადად რო წარმოვიდგინოთ, არის რომ მარკეტერების გუნდია, დიჯიტალის გუნდია ცალკე და კონტენტის გუნდი არის ცალკე და ესე მუშაობთ შეხმატკბილებულად. დიდი გუნდი არ არის, დაახლოებით 10-12 ადამიანი გააჩნია, როგორი ვთქვათ, როგორი სეზონია და ასე შემდეგ. და ნუ ჩვენი მუშაობის პრაქტიკა ესეთია, რომ მუშაობთ როგორც in-house ძალიან ბევრ პროექტს ვაკეთებთ ჩვენ თვითონ, ჩვენი რესურსით. და დიდ პროექტებს ვაკეთებთ სააგენტოებთან ერთად და სააგენტოებს რაც შეეხება, სულ ფიქრობთ ხოლმე, ყავს რა თქმა უნდა დიდი მუდმივი პარტნიორი, რომელიც წლების განმავლობაში მოყვება. ჯერ ეს იყო მეტრო, ახლა თანამშრომლობთ სუპერმარკეტთან და ნუ სულ ტესტავთ სხვადასხვა სააგენტოებთან, სხვადასხვა პროექტებს და გვინდა რომ ეგ პროცესი იყოს შეუჩერებელი, იმიტომ რომ სულ იცვლება და კრეატიული ინდუსტრია ისეთი არის, რომ აი სულ აი საინტერესოა ვინ საით ვითარდება, როგორ რა პროექტში შეიძლება ვისთან ითანამშრომლო და ეგ პროცესი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. მშვენიერი. ლევან, შენსკენ გადმოვალ ახალი შექმნილი სააგენტოა. ძალიან საინტერესოა, მოკლედ რომ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ, რატო გადაწყვეტ და შენი ბექგრაუნდიც საინტერესოა ასევე და მე უკვე ის გადაწყვეტილება რომ გაეკეთებინათ სააგენტო ცოტა უფრო სხვანაირი. ოკეი, სალამი მეგობრებო. მოვყვებით ჯერ დაახლოებით როგორ შეიქმნა ბაფი და რა იდეა დგას უკან და საერთოდ რა გვიბიძგა რომ მსგავს რაღაც გავაკეთოთ. მე სულ სამნი ვართ, მე ჯონი კვეზერელი და დიმა ხიდაშალი და მე და ჯონი ძალიან დიდი ბექგრაუნდი გვაქვს, რაღაც კლასერები ვიყავით და რაღაც მომენტში გადავიკარგეთ სხვა სფეროებში წავედით და აი როგორც კი AI შემოვიდა ბაზარზე, ჯონის ენთუზიაზმით, აი რაღაც ყველაფერი მე დაიწყო, რომ უბრალოდ რაღაცებს მიგზავნიდა, რომ ნახე რა შეუძლია და ნუ მეც ვიყავ მეთქი ხო, ნახე მოქვს ეგენი. მაგრამ ნუ რაღაც quality მაიწია და ანუ რაღაც ცოტა უკვე სიგიჟებს მიგზავნიდა, რომ რაღაც ძალიან high realistic photo, ვიდეო რაღაც არ ვიცი, თამაშის დაგენერირება. აი მან რაღაც უკვე ვიფიქრეთ, რომ მომენტ მოდი ეს თამაში და ეს რაღაც ჩვენი ექსპერიმენტები რაღაცა თქვა რომ აქციად ხარა და აი ზუსტად ეგრე რაღაც ექსპერიმენტებში და რაღაცების გამოგონებაში მივედით იქამდე რომ მოდი რაღაც ის დავინახეთ შესაძლებლობა რომ მარკეტინგს და advertising industries და productions დიდი რაღაც ახალი შეიძლება შემოვიტანოთ AI-ის წყალობით. რაც არის რომ
ბევრად უფრო მოქნილი და ბევრად უფრო მარტივი არის AI-ით რაღაცების გაკეთება, რაც შეიძლება კონკრეტულ პროდუქტს ან პროექტს დაჭირდეს რაღაც 10, 20, 30, 100 კაციანი გუნდი. ჩვენ შემთხვევაში რაღაც სულ სამნი ვართ და აი მან ერთმანეთს ახლა ავდაგის ვიდეოზე შევამჩნევთ რომ კრედიტებში რაღაც 50 კაცი წერია ხოლმე აი რაღაც გაფერი დიოპი გამნათებელი color correction აი მილიონი პირველი მეორე რაღაც ანუ აქ უსპად აი ესეთ კრედიტები რო გაენძრა სამ კაციანი აი მაგ მივხვდით რომ აი რაღაც უკვე იმორს რო ეძებ რომ ის რაღაცები რაც ვიცი და ის სულ სამი ტიპი როა კრედიტში აი მან მივხვდით რომ მართლა ანუ რამდენად რაღაც უფრო მარტივად და უფრო სხვანაირად კეთდება რა და ბახის კონცეფციაც ეგ არის რომ Buff Labs-ი ქვია რაც აი agency რო ქვია ხოლმე ჩვენ Labs-ი ვართ და გვინდა რომ რაღაც მომენტში ეგ Labs-ი იყოს AI agency აი რაღაც ეგ ორი სიტყვა რომ Labs-ი ჩავანაცვლოთ და აი მანდ ვართ ამ ეტაპზე და არ ვიცი ძალიან ბევრი საინტერესო ძველდება და გვინდა რომ რაღაც მინი რევოლუცია მოვახდინოთ ძალიან ბევრ დარგში როგორც არის production-ი სტატიკური იმეჯების გენერირება და AI agent-ები, custom solution-ები, chat-bot-ები, მილიონი რაღაც არის, რის იკეთება შეიძლება AI-ით და აი მაგ დიდ დასაწყისში ვდგავართ ახლა ჩვენც და გვიხარია რომ ერთ-ერთი პირველები ვართ და ეგ რაღაცები შემოგვაქვს და ძალიან დიდი რაღაც გველოდება წინ მოკლედ. მშვენიერი, ძალიან საინტერესო არის. მე მინდა რომ რაღაცა პროცესები კარგად გავშალოთ, რომ ჩვენო მსმენელმაც და მაყურებელმაც, ასე ვთქვათ, აღიქვას ეგ პროცესი თქვენი შემთხვევაში. ხა ახალი კომპანიაა, რომელიც ასე ვთქვათ, ესეთი რევოლუციური იდეებით არის სავსე, თუმცა ბრენდის მხარეს არსებობს რაღაც კონკრეტული პრობლემა, ან რაღაცა ბრიფი, დავალება, რაც ჩდება და მერე იწყებს, ასე ვთქვათ, ან რაღაცა ტენდერსაც ხადებს ან რაღაც იცის უკვე წინასწარ რომ სააგენტოსთან მივიდეს და ასე შემდეგ. საინტერესოა თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა? ანუ რამე ტენდერის სახე იყო, თქვენ გააკეთეთ შეთავაზება, რომ აი მოდი ესეთი რაღაცა შეგვიძლია გავაკეთოთ თუ ბრენდი იყო ინიციატორი, რომელმაც ასე ვთქვათ რაღაც კონკრეტული დავალება შექმნა, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ ხოლმე აქ ყოველთვის, როდესაც კამპანიაზე საუბრობთ, ბრიფი, როგორ შეკრა ბრიფი ჯერ კომპანიამ, მერე როგორ წაიკითხა ეს ბრიფი სააგენტომ და რა ინსაიტები დაიჭირა და რაზე ააწყო, იმიტომ რომ თქვენ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა სამ ადამიანი გუნდი როგორ ამუშავებს კონკრეტულ დავალებას, ხო? ანუ სიტყვაზე შინაარსობრივ ნაწილზეც მუშაობთ თუ არა, თუ შეიძლება უკვე მზა რაღაცა სცენარი მოვიდა, რომელიც უბრალოდ თქვენ აღასრულეთ, არ ვიცი, აი, ეგ საინტერესო იქნება, შემიძლია თქვენგან დავიწყოთ ბრიფის გარდა. ეგ პროცესი იყო ძალიან საინტერესო მართლა, იმიტომ რომ ეს არაფერი არ იყო მზად. ერთად რუტინულად რასაც ვაკეთებთ ჩვენ არის რომ ეს ავტოდაზღვევის კამპანია, ჩვენ ძირითადი პროდუქტი რაც არის, გვაქვს ხომ ზაფხულში და ზამთარში. ეგ არის უფრო სეზონურობა ახასიათებს, მაგ დროს ანახლებენ დაზღვევებს, მაგ დროს არის სეზონი. რაც ერთადერთი ვიცოდით იყო რომ ზაფხულში აუცილებლად რაღაცა გვჭირდებოდა კამპანია შეთავაზება ჩვენი მომხმარებლებისთვის. და ამ შეთავაზებაზე რომ ვფიქრობდით, ნუ რაღაცნაირად ესე გადავწყვეტეთ, რომ მოდი აღარ გვინდა დიდ სააგენტოებთან კიდე აი ამ თემაზე, აი ამ დაზღვევაზე, აი რამდენ წარმოგიდგენთ ამ ხელა გამოცდილება რო აქ კომპანიაზე წელიწადში ორჯერ ერთ-ეგივე პროდუქცია აკეთებს რაღაცა კამპანიას, უკვე რაღაცა იდეებს, აი ჩვენც უკვე ფიქრობთ, რომ აი ვინ შემოვიყვანოთ ახალი ამ პროცესში, რომ თვითონ აი ეს პროექტი საინტერესო გამოვიდეს. და გადავწყვეტეთ რომ მოდი აბა ვცადოთ ფრილანსერებთან კრეატივის დამუშავება და შევხვდით ქუცას, იცნობთ კარგად და ქუცასთან ერთად რაღაც იდეებს იყო წინა ეპიზოდში. და ძალიან მადლობელი ვარ, ძალიან დაგვეხმარა მართლა და მისია ეს კრეატივი, რაც მოიფიქრა და ინსაიტი ჩვენი ერთობლივი მუშაობის შემდეგ. ინსაიტი რაზე დგას, რომ არის რაღაც რამხელა გეჩვენება პრობლემა, როცა არ ყავს მანქანა დაზღვეული. ეს არის ინსაიტი, რომელიც ქუცას მოფიქრებულია და რაღაცნაირად შინაარსობრივადაც აი დაახლოებით წარმოდგენილი იყო, როგორი უნდა ყოფილიყო ეს ისა რა. გვინდოდა გვეჩვენებინა პრობლემა, რომელიც ადამიანს ესე ილუზორულად ეჩვენება, რომ ძალიან დიდია, რეალურად არის აი ბანალური სიტყვა ან ავტო საგზაო შემთხვევა ხო. და ნუ მე დავიწყეთ უკვე ძება რომ როგორი ფორმით გამოგვეხატა ეგ და როგორი იქნებოდა უფრო კარგი აი ამ ვიზუალურად ამის გამოხატვა და აი ვიფიქრეთ რომ AI არის ან
გარდაუვალი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის რასაც ვაჩვენებთ, არის რომ ეს რაღაც გრანდიოზული სიტყვა მოდის ასე შემდეგ, მაგრამ არ ვიცოდით გზები როგორ შემოგვეყვანა ეს, რეალობაში შემოგვეყვანა AI, ვთქვათ, გადაგვეღო რაღაც ნაწილი და ვთქვათ, რაღაც ნაწილი AI-ისთვის გვეთქვა, აი, როგორ უნდა ყოფილიყო ეს პროცესი, კარგად დალაგებულები არ ვიყავით ამ მიმართულებით და რაღაც ექსპერიმენტებიც ჩავატარეთ, ვიღაცებს მიმართეთ, სხვათა შორის რაღაც ვცადეთ, რომ გადაგვეღო, ტესტავდით და როგორ იქნებოდა რეალურ გარემოში რაღაც AI-ის ინტეგრაცია და მაგან სხვა შორის არ გაამართლა და ვიყავით ძალიან იმედგაცრუებულები რომ ეს პროექტი არ გამოდის და აი ხა რა ვქნათ რაღაცა და მე მოხდით მოკლედ თქვენთან რა რითაც ძალიან დიდი მე მგონი ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა საბოლოო ჯამში რაც გვინდოდა რომ ყოფილიყო რომ რეალობას გავდეს მაქსიმალურად არ იყოს ესე ადვილად გარჩევადი და AI-ს შეუძლია რომ რაღაცა ვიზუალურადაც ისეთი ისინი შექმნა სურათები რომ აი მართლა ყურადღებას იქცევდეს და ეგეთი სცენები არის რა ამ იმაში და მგონია რომ ძალიან წარმატებულად გამოგვივიდა ეს პროცესი თქვენ ხარეს როგორი პროცესი ხო ყველაზე საინტერესო იყო რომ აი რაც მოყვა რომ რაღაც უკვე მზა იყო კონცეფცია იყო სხვისი ნამუშევარიც იყო და ცდილობა იყო როგორ გამოვიდოდა და ძალიან ვიწრო დედლაინი იყო და აი მან AI-ის ძალიან კარგი სოლუშენი აქვს რომ აი სანამ რაღაცას გადაიღებ თავისი რასკადროვკა თავისი კრივს შედგენა გადაღება თარიღი ლოკაცია AI ეგრევე გაზრდობს იმ საშუალებას რომ აი პირობითად რა პერიოდში დამზადდა აი ეგეც საინტერესოა რომ შევაწერა დაჭირდა პლუს მინუს ნუ აი ედიტებს ცოტა დრომი აქვს მაგრამ აი სუფთა ესე მაქსიმუმ 10 დღე მე მგონი ერთი კვირა დაჭირდა დაახლოებით და აი მან ყველაზე კაი არის რომ როგორც კი კლიენტი გირეკავს და ეგ რო გეუბნება, ანუ ლითერალი 5 წუთში შეგიძლია რაღაც უკვე ანახო რა, ანუ ვის არ ჭირდება რომ მოდი მე ხა ამას გადავხარშავ, ერთ კვირაში დაგიბრუნდები, აქ პატარა ის მექნება, არა, ეგრევე აი 1 საათ მომეცი, 1 საათ მომეცი და რაღაცას განახებ უკვე მინიმუმ ან კადრს, ან 5 წამი ან რაღაც უკვე კადრს ისევ და ისევ და აი მანდ უკვე ანუ ხო ხტები ეგრევე რაღაცას აჩვენებ, ეგრევე ედიტი, ეგრევე ის და ანუ ეგრევე სამუშაოს გადადიხარ რა. ეგ ძალიან კომფორტულია და ნუ ფაქტობრივად აი რაც გინდა რაღაც ამ შემთხვევაში არის გაზვედებული რაღაცის ჩვენება, ანუ რაც ან შეიძლება ძალიან ძვირი დაждდეს CGI-ის რომ მიმართო, ან რო გადაიღო, ყველა ვიცით, გადაღების საფასური და პროდაქშენის ის არავისთან არაფერი არა, მაგრამ წნეხით ანუ როცა ბრენდებისთვის, იმიტომ რომ ყველა კამპანიაზე შეუძლებელია რომ გააკეთო. როცა დედლაინი გიჭერს, როცა გინდა რომ რაღაც და თან საერთოდ დასაფიქრებელია რომ საჭიროა, იმიტომ რომ თუ შეგიძლია რომ რაღაცა გამოხატო AI-ით ისევე იდეალურად, როგორც რეალური სცენები, მაშინ ნუ აი მართლა აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჯდება რაღაცა ბევრად მეტი. ხო, აი აქაც როგორც შენიშნე ყველაფერი AI არის და აი არ მინდა ვინმე სამით ომი გამოუცხადო რაღაც, მაგრამ აი მაგალითად ხო, სცენებიც, voice-overიც, sound-იც ყველაფერი AI არის. აი voice-overის ნაწილი ყველაზე მეტად მოგვეწონა ერთ-ერთი ისეთი იყო, რომ voice-overის მარტო voice-overის ჩაწერაც, ნუ რაღაც თანხებთან ასოცირდება და აქ უცბად შეგიძლია, ანუ ნებისმიერი ხმა მიუთითო ტემბრი, ჩურჩული, არ ვიცი, გაოცების ისა, ანუ სიტყვებს შორის უბრალოდ რაღაც ეფექტებს დავუმატებ და ანუ ისე ილაპარაკებს როგორც გინდა. და ანუ უცბად გაქვს რამოდენიმე ვერსია voice-overის, თავის პაუზებით, თავის ყველაფრით და ანუ დაადე, ანუ აღარ მიდიხარ არსად. იგივე არის დაგენერირებაზე, ანუ ძალიან ბევრ რაღაცას ანაცვლებ და ძალიან ბევრ რაღაცას უფრო მარტივად აკეთებ და ეს ჯერ კიდევ ანუ მართლა პირველი სტეიჯებია. აი რასაც ახლა ვაკეთებთ, მართლა ალბათ 2 კვირაში ერთხელ ისეთი ახალი მოდელი გამოდის, რომელიც იმ წინა მოდელს ანაცვლებს ისე, რომ ის ძალიან მანძი გეჩვენება უკვე რა. აი ახაც VO3-ის ყველა გასცნობთ რა არის Sidence, Hilo, აი ეგ მოდელები ალბათ ამ პოდკასტის დადების მერე დიდი ალბათობით შეიძლება სხვა ისეთი გამოვიდეს, რომ ეს უკვე დაწვილდეს. მართლა შესაძლებელია და ანუ ისე სწრაფად ვითარდება, რომ აი ეს ნამუშევარიც ძალიან გვიხარია, რომ ბევრს გონია, რომ რეალისტურია და შენც რომ მითხარი ბოლო კადრი AI-ა, აი მართლა დასაწყისია და ანუ unlimited პოტენციალი აქვს ამ ყველაფერს და მართლა ანუ full scale production-ის გაკეთება შეიძლება და რავი, ანუ ფილმის გადაღებაზეც ვიქაჩებთ. ხო, მე მაგ შენთან შეკითხვა, ანუ ეგ პირველი პროექტია, ხო, ბრენდთან ესეთი სრულფასოვანი თანამშრომლობის, ხო? აი ესეთი თავიდან ბოლომდე ეგ პირველი და ნახოთ მე როგორ განვითარდება და სულ უნდა კი, ძალიან საინტერესო თვითონ აი ამ კამპანიასაც რო შევეხოთ, რეალურად სერიებია, ხო? ეს სამი ვიდეო, მხოლოდ ვიდეოებია თუ აქვს რაღაცა განვითარებაც დაგეგმილი? იცი რა, ვიდეოები არის როგორ საერთოდ დაგეგმილი რატო არის 3? იმიტომ რომ რაღაც 3 სხვადასხვა პროდუქტი რეალურად კამპანიაში ნარსი რა არის რომ
ამ ავტოდაზღვევაში გვაქვს სამი სხვადასხვა ოფცია, ესე ვთქვათ, არჩევანი მომხმარებელს, რასაც ვთავაზობთ, რომ არის რაღაცა basic პაკეტი, რომელშიც შედის რაღაც მინიმალური მთავარი რისკი, მერე საშუალო და მაქსიმალური და აი ამ სამ პროდუქტზე გვინდა და კომუნიკაცია და ძირითადი რისკი რაც არის, რასაც ფარავს თითოეული ეს ავტოდაზღვევა, ის არის გამოტანილი თითოეულ ამ ვიდეოში. და ამიტომ არის არჩეული, რომ ვთქვათ, ერთგან სეტყვა, მეორეგან ავტოსაგზო შემთხვევა, მესამედან გარეგანი რაღაც დაზიანება ვარდება, რაღაცა ქოთანი ეცემა მანქანას. შინაარსობრივად ეგრე არის გადაწყვეტილი და რაღაცა პასუხობს ამ სამ პროდუქტს ასახავს, ესე ვთქვათ. შინაარსობრივად. ამიტომ გადავწყვეტეთ სამი, ამიტომ არის, მაგრამ ვიზუალურადაც ძალიან მომგებიანი იყო, რომ ყოფილიყო რაღაც სამი სხვადასხვა სცენა, იმიტომ რომ რაღაცა საინტერესო განვითარება შეიძლება და ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვეტოთ ეს სამი სცენა და მე მგონი კარგად გამოგვივიდა. მაქვს ერთი ფავორიტი მყავს ჩემი და ჯერ არ გამოსულა, მაგრამ ისე საინტერესო როგორი გამოხმაურება მოყვა, ანუ რამდენად აღიქოს ხალხი რო AI-ა, რამდენად აი ხო არის რომ ხშირად აი TikTok-ზეც ხვდება ხოლმე რაღაც ვიდეოები და ძალიან კომენტარებში რო შეხვა, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ხვდება რომ AI-ა და აღიქოს რაღაცა რეალურ კონტენტად და trans bubble-ში როგორი მე გამოხმაურება მგონია რომ final result-ი უნდა იყოს რომ AI ისეთი ახალიც აღარ არის რომ რაღაც შოკი იყოს რომ ვაუ ეს AI-ის გაკეთებულია ანუ უკვე იმდენი წელი არსებობს რომ ყველამ ვიცით რა არის და შეიძლება 3 წლის წინ უფრო ის იქნებოდა რომ ვაუ AI-მ გააკეთა მაგრამ ეხლა ჩემი სუბიექტური აზრით როგორც აი CGI რო გამოვიდა და ანუ ისე ინტეგრირდება ფილმში ან advertising-ში რომ ვერც ამჩნევ ანუ უკვე არ არის ის რომ რა მაგარი CGI უბრალოდ რომ ანუ ერთი final work-ი არის და ანუ კონკრეტულად მას აღარ უყურებ. ჩვენი final მუღამიც ეგ არის რომ ანუ კლიენტი ან user-ი რო ჩასქროლავს, вообще არ გვინდა ის რომ ანუ ეს AI-ა თუ არა რა, ანუ work-ი მოეწონოს final რაც არის და ანუ შეიძლება არც გაიფიქროს, შეიძლება ნამდვილი ეგონოს, ანუ იმაზე აღარ ვამოხმარებოდებას რომ AI ანუ ჩვეულებრივად ვედრებით ჩვეულებრივ work-ებს და ანუ вообще არ გვინდა რომ ვიღაცამ იფიქროს რომ ეს მუღამი AI-ში არა, მუღამი იმაშია რომ solution-ი არის და final work-ი იგივე შედეგს დებს და მაგიტომაც აი სულ არ გვინდა ეგ ბაზი რომ AI-ის გაკეთებული, ანუ აი კარგი work-ი არის, როგორცაც სხვა გააკეთებ და უბრალოდ ნუ ჩვენებურად ვაკეთებთ და ეგ არის იცი რა კითხვა გამიჩნდა უფრო ბრენდის მხარეს. აი ესეთი გამოცდილება რომ მიიღეთ. გულისხმობ რაღაც AI პროდუქტი ფაქტიურად ჩაანაცვლეთ production-ი, ხო? რო არ ყოფილიყო ეს ყველაფერი უნდა გადაგიღოთ რაღაცა კლიპი, ემუშავა ძალიან ბევრ ადამიანს და შეიძლება 2 დღეზე გადაგენაწილებინათ რომ ეს სამი ვიდეო მიგეღოთ და ასე შემდეგ. ანუ თქვენი ხედვა როგორია ზოგადად როგორ უყურებთ მომავალს აი ამ ტექნოლოგიური განვითარების ფონზე რა, იმიტომ რომ ეხლა დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი კომპანია გვიყურებს რომელიც production-საც აკეთებს და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესოა მარკეტინგის ხელმძღვანელების პოზიცია ზოგადად AI-ის განვითარებასთან ერთად არის შეიცავს კი ვითომ იმ რისკს რომ production-ებმა შეიძლება მოახდინონ რაღაც კონკრეტული ადაპტაცია და დაამატონ კონკრეტულად ეს მიმართულება რომელიც უფრო მრავალფეროვანს გახდის, უფრო დროში რაღაც მარტივად შესასრულებლად გახდის, არ ვიცი, ან უფრო გააიაფებს სერვისს. არ ვიცი, თქვენ როგორ ხედავთ ზოგადად აი მომავალში უკვე ამ მიმართულებას? მეც როგორ მგონია, არ ვიცი ხა რამდენად დღეს და ხვალ მოხდება ეგ, მაგრამ ბრენდის მხრიდან შემიძლია უფრო ვილაპარაკო, რომ საჭიროებას რეალურად მართლა ვხედავთ, იქიდან გამომდინარე, რომ მედიაც თვითონ იცვლება, ძალიან ასწრაფებულია, ხო, ეს ჩვენი კომუნიკაციის პროცესიც. კონტენტიც ბევრია საჭირო, ხო, რომ ელაპარაკო მუდმივად შენს მომხმარებელს. აი ამ მომხმარებელთან მუდმივ ელაპარაკის პროცესში, ეს პროცესი თუ არ გააგიმარტივდა და თუ ეს პროცესი ძალიან ხანგრძლივი, შრომატევადი და ფინანსურადაც ძალიან ისეთია, ნუ შესაბამისად ის ხარისხი ვერ მიიღწევა, ხო, ამ კომუნიკაციაში და ამიტომ მგონია, რომ აუცილებლად იქნება ეს ტენდენცია და გაგრძელდება და AI ტექნოლოგიებს უფრო მეტად გამოიყენებენ ბრენდები. მე მიხარია, რომ ჩვენ ეს ექსპერიმენტი ჩავატარეთ და ვცადეთ და დრო გვაქვს იმისთვის, რომ დავაკვირდეთ, როგორ მუშაობს, როგორ რეაგირებს ამაზე ხალხი, როგორ უყურებენ და როგორ ინტეგრირდა ნამდვილ გარემოში ეს და მგონია, რომ აი აუცილებლად ნელ-ნელა დაიწყება ის, რომ აი რაღაცა ეპიზოდები ჩვენ ვნახეთ, რომ სხვა ბრენდებმაც ცადეს, იქ ზუმერმა ცადა. ეს რაღაც
ჯერ დასაწყისი არის. ალბათ კიდე უფრო და უფრო განვითარდება და მგონია რომ სააგენტოებსაც შეიძლება მოუნდეთ რომ დაამატონ ეს მიმართულება და რაღაცნაირად რაღაც სხვა ფორმა მისცენ ამ ყველაფერს. არ ვიცი ხა რამდენად production-ი შეიძლება სრულად ჩაანაცვლოს ამ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რეალობაც, ის რეალური გარემოც, რაღაცა ჩვენ სადაც ვცხოვრობთ იმ ყველაფრის რეალობაში დანახვაც და ეხა ამაზე ხა ამ წუთას პასუხი არ მაქვს რა და როგორ მოხდება და საერთოდ production-ი ეპოქა დასრულდა ასე ალბათ ვერ ვიტყვით, მაგრამ ეს ტექნოლოგიები განვითარდება და ალბათ უფრო და უფრო გამოყენებადი გახდება. ხო, მე ჩემს აზრს დავამატებდი ამას, რომ რეალურად ალბათ არ უნდა შევხედოთ როგორც კონკურენტს პირიქით, რაც უფრო მეტად ახლოს ვიქნებით AI-სთან, იქნება ეს production-ის მხარე თუ ანუ პირიქით უფრო გავაუმჯობესებთ პროცესსაც და ანუ ეს უნდა იყოს რაღაცა ჩვენი დამხმარე ნაწილი და არა რაღაცა შიშით არ უნდა შევხედოთ ამ იმას, რომ აი ჩაგვანაცვლებს და არა პირიქით ინდუსტრიაში ხა რო ავიღოთ არ ვიცი დიზაინერები, კოპირაითერები, ანუ ვინც ახლოს არის პირიქით ამასთან, ის ბევრად უფრო სწრაფია, ბევრად უფრო მოქნილი გახდა, ბევრად უფრო მისი კადრის value გაიზარდა და ანუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოკლედ მაგას ფეხი აუწყოთ. ერთი კითხვა რაც რო ყვებოდით კამპანიას ეგეთის გამიჩნდა რომ ანუ ამ ნაწილში ედიტების კეთება ბევრად უფრო მარტივია თუ უფრო რთული არის. აი ეგ არის საინტერესო რა. საი კლიენტისგან რაღაცა ედიტი მოდის. ედიტი ისეთი ედიტია როგორც სულ არის, ანუ აქ AI-ის მინიმალური შეზღუდვა ის არის, რომ აი კადრში, რომელიც 5 წამიანი სრულყოფილი კადრი გაქვს და პირობითად არ მოგწონს ბორბალი ან არ მოგწონს რაღაც შუშის ფერი. ესე სამწუხაროდ ჯერ კონკრეტულად ერთ დეტალს ვერ ამოცვლი, მაინც თავიდან დააგენერირო, თუმცა აი ჯამში რო შეხედო, ანუ ვაი და რაღაც გადაიღე და იქ რაღაც არ მოგწონს, იმის ამოწყვა სიგიჟეა, მაგრამ აქ კადრის თავიდან დაგენერირება, ანუ ზიხარო აგენერირებ და ერთ წუთში ახალი კადრი გაქვს რა. ანუ არაფერთ არ მინდა თქვა რომ მარტივია, იმიტომ რომ რავი ერთ კადრს ალბათ აი 100 პრომპტი და 100 ვერსია უნდა და ანუ აი 100 დაგენერირებიდან ერთი კაი გამოდის, მაგრამ anyway ახლა სად რო ზიხარ და შენ აგენერირებ და მანდ ვეცვლი და ლოკაციაზე არ გიწევს და განათების აღება. თავიდან გადავიღოთ და აი ხოვთები, ანუ ეგ სიმარტივე არის და წინა კითხვას მინდა რაღაც დავამატო, აი AI-ის რო აი ვაფშე ჩაგვანაცვლოს და რაღაც აი dead internet theory არსებობს, ეგეთ რაღაც რო აი არ გვინდა ეგ მოხდეს ჩვენც რომ AI-ის კონტენტი დევს და AI ნახულობს ამ AI კონტენტს და AI ეს ელაბორაკება და ანუ ხალხი აღარ ვართ, აი ეგ ჩვენც არ გვინდა რა და არ უყურებთ ეგრე რომ ეგრე მოხდეს რა, ანუ უბრალოდ გონია რომ რაღაც თულია დამხმარე, რომელიც ანუ აი რაღაც თავის დროზე და deep dive რო გავაკეთეთ წარსულში, რაღაც ალბათ Photoshop-ი რო გამოვიდა, მხატვრები ძალიან ისევდნენ რომ ხაღალს რატომ მინაცვლებ და ანუ რატო იქ რამდენი ავტომატიზაციაა და ანუ რატო ან რაღაც აი Ableton ან FL Studio რო გამოვიდა, ალბათ მუსიკოსებმაც მე დრამზე მინდა დაუკრა და არა ერთი ღილაკით დრამის საუნდი გავაკეთა. AI-ც რაღაც მაგ სფეროშია რა, ანუ ახალი რაღაცა, რაც რაღაცას ანაცვლებს ან აუმჯობესებს და მაგიტო ანუ არ მინდა რომ სხვა მოთის შეხედოს რომ ანუ ვიღაცას რაღაცას ანუ ჩვენ სულ რო ჩვენ ხვალ დავიკიდოთ ამ საქმის კეთება, ხომ მაინც განვითარდება და ნუ ვინც პირველი გამოიყენებს და ვინც კარგად აითვისებს anyway შედეგს დადებს. ლევან, სააგენტოსთან მაქვს ეგეთი შეკითხვა. ძალიან საინტერესოა თქვენი საომავლო ხედვები, ანუ რას გეგმავთ, როგორ აპირებთ, ეხა აპირებთ თუ არა მაგალითად, ეხა ხელოვნური ინტელექტზე როცა ვსაუბრობთ, ყოველთვის რასაც გამოვყოფთ ხოლმე საბოლოო ჯამში არის, რომ კრეატივი ყოველთვის დაგჭირდება, ანუ ადამიანები კრეატივს ვერ მოვიშორებთ ვერასდროს და ეს არის რაც ადამიანმა უნდა აკეთოს, ხო? ანუ დაირექშენი ადამიანმა უნდა მისცეს ხელოვნურ ინტელექტს, ხო? ანუ თქვენ შიგნით თუ აპირებთ მაგალითად, ნუ ჯერ პატარა თიმი ხართ, ანუ კონცენტრაციას აკეთებთ როგორც ახმსრულებელი სააგენტო იქნებით, რომელიც უბრალოდ შეასრულებთ თუ გეგმავთ რომ რაღაც კოპირაითერები, რაღაც კრეატივის ადამიანებიც ყავდეთ შიგნით, რომ სრული სერვისი მისცეთ მაგალითად კომპანიას, რომელიც თქვენთან მოდის. ოკეი, ცოტა შორიდან და ვიტყვი პასუხს. ჯერჯერობით რადგან აი ძალიან ახლები ვართ, ჩვენც აი გვინდა გავიგოთ კლიენტების ნიდები სად გადის რა. ჩვენ პირველ დღეს ჩამოვწერეთ სერვის ლისტი, რომ შეიძლება ვინ მუშაობდეს ჩვენთან კოპირაიტერი, დიზაინერი. მაგრამ როგორც კი ანუ პირველ კლიენტებთან მივედით, უკვე რაღაც სხვა რაღაცები გამოჩნდა რა. ანუ აი ჩვენ რო გვეგონა რომ ეს იქნებოდა საინტერესო მაგათთვის, თვითონაც საინტერესო რაღაცები შემოგთავაზეს. აი მაგალითად ჯერ არ დავასახელებ ვისთან და როგორ, მაგრამ აი ორი კომპანიისგან წამოვიდა ინტერესი AI ავატარებზე, რომ UGC კონტენტი, რომ ავატარი კლონირება, ხმის კლონირება და AI ტიპი, რომელიც რაღაცას გააკეთებს. ეგ ხა არ ქონდა მაგალითად დაფიქრი რომ შეიძლება საერთოდ ბაზარი ან მზად არ არის ან ინტერესოა, მაგრამ აი ორმა ვიღაცამ უკვე თვითონ გითხრა ეგ AI ეჯენტების თემაც ეგრეა, რომ ანუ თვითონაც თავაზობენ და ჩვენს ეგ სერვისი გვაქვს, რომ
ანუ კონტენტის და ვიზუალურ ნაწილის გარდა, ანუ სხვა რაღაცებსაც ვაკეთებთ, რაც აი მთელი ეს agent-ის არის და მაგიტომაც აი on the go ვიფიქრებთ რაღაცებს, აი რა გეგმაც გვაქვს, უკვე გადავუხვდეთ 100-ჯერ რა და მართლა არ ვიცით საიტა გვიყვანს, ანუ ჩვენ გადიდების და scale-ის გვაქვს, რა თქმა უნდა გეგმა. უბრალოდ აი AI-ც რო ვითარდება, ჩვენს მაგასთან ერთად ვითარდები და აი ეს path-ი არ არის, რომელიც უკვე დაგებულია და იმას მიყვები რა, ანუ როგორც ტრადიციულ ან სააგენტოში. ბაზარსაც უნდა უყურო ხო ის რა ჭირდება. აი იქ რო იწყებს 3 ადამიანი და მე copywriter-ს იმატებ, აქ senior copywriter-ს იმატებ, ამ დიზაინერს, art director-ს, აქ ვაფშე სხვა არის რა, ანუ რაღაცა ესეთი გზა არის და აი ვერ ხვდები სადაც დაგჭირდება რა და აი on the go უნდა ადაპტირდე და მაგიტომ ესე ვერ ვთვლით ჩვენს და აი შეიძლება ხვალ ისეთი რაღაც დაიდროპოს და რომ ისეთი რაღაც შეანაცვლოს რომ ვაფშე სხვაგან წავიდეთ და ძალიან exciting დრო არის ახლა ზუსტად რომ აი ამ ყველაფერს თორემ მე ხა ძალიან პატარა თემა ხა ამასთან შედარებით, მაგრამ აი ამ პროცესში მე მაგალითად ესეთი სურვილი გამიშთა რომ ნეტა თქვენ მხარეს ყოფილიყო art დირექტორი, რომელიც უფრო ანუ ვიზუალურ მხარეზე უფრო მეტად იფიქრებდა და დავშოთ წინასწარ მოგცემდა რაღაცა ვთქვათ ვიზუალებს რომ ესეთი იქნება ან არჩევანის საშუალება გვექნებოდა ან moodboard-ი ან რაღაცა მსგავსი ეგ პროცესს ალბათ უფრო გაამარტივებდა ერთია რომ ის მარტივია რომ როცა შენ რაღაც ნიმუშებს გვაძლევ ცხადია მაგრამ აი უფრო art direction-ი მოუხდებოდა ამ პროცესს აი უფრო გამოჩნდა ერთი ნიდე ხოდა ჩვენ ზუსტად აი კრეატივზე რო ვიფიქრე რა ანუ AI-ს არ ვანდობდი დღესდღეობით აი რაღაც Gemini-ში რო ჩავაგდო დამიგენერირე 10 იდეა, აი მაინც და მაინც კრეატივში ვერ დაფრინავს რა. როგორც აი Apple-მა გააკეთა რამდენიმე თვის წინ რაღაც დოკუმენტი, რომ რეალურად ანუ reasoning AI კი არ არის, უბრალოდ პატერნები იცის კარგად და მაგ პატერნებს იმეორებს და არა reasoning-ი შეუძლია და მაგიტომაც რაღაც ახალის გამოგონება ესე მაინც და მაინც ვერ ანდობდი რა. ანუ შენ მაინც უნდა აკონტროლო, ანუ იდეის გენერაცია და კონცეფცია და ყველაფერი შენ უნდა მოიფიქრო და ის უბრალოდ მაგ ყველაფერს დაგიმზადებს და გაიგეთებს, მაგრამ აი ხო შეიძლება, არ ვიცი, creative copywriters ჯერ ვერ ანაცვლებს და არ ვანდობდი AI-ს იმ საქმეს, რასაც სტრატეგი გააკეთებდა, არ ვანდობდი იმ საქმეს, რასაც art director-ი გააკეთებდა, მაგრამ თუმცა voice-over-ის ჩაწერას დავუბრუნდეთ, ვანდობდი თავიდან ბოლომდე, ანუ მაგას აკეთებს და შეიძლება ის განვითარდეს, შეიძლება ის დაემატოს, მაგრამ ხო ხტები ძალიან სწრაფად იცვლება, თუმცა ხო აი იდეების გენერაციაში მაინც human touch-ი ჯობია. ხო, აი ერთი დისკომფორტი მართლა რაც ამ პროცესში იყო, არის რომ ეს ყველაფერი თავიდან როცა რაღაც არ მოგწონს, მაგალითად ვიზუალურად ან რაღაცა, მე თავიდან აგენერირებ მთლიანად და მე ის გოგო ძალიან მომწონდა, ისაც წავიდა ის გოგო ცოტა რომ გეცვლება უკვე მთლიანად, მე მთელი ვიდეო ეგ დისკომფორტი არის, მაგრამ ნუ იმასთან შედარებით რა კომფორტებიც აქვს სხვა, ალბათ ეგ ეგრე დაიხოთ. ეხლაც იდეაში აი გოგო შეგიძლია, ანუ ერთი არის text to video generator და ერთი image to video. Text to video-ს თუ ეკეთებ, იქ ვაფშე ვერ აკონტროლებ, ვინ გოგო იქნება, ნუ მაქსიმუმ შეგიძლია მიუწერო ქართველი გოგო 30 წლის. მაგრამ image to video-ს თუ აკეთებ, იქ consistency უფრო მეტი გაქვს რა. თუმცა აი შეიძლება რაღაც დეტალი მაინც შეიცვალოს და რაღაც შეიძლება იქ წაიღოს. ანუ ეს დროთა განმავლობაში უკვე ისე იქნება, რომ აი ხვალზე ჩვეულებრივად. ალბათ შეგვიძლია მე უთხრათ, რომ აი მე-4 წამზე ჩაისუნთქოს. ხო, აი ეს მაგას ოცნებობდი ზღადაჟურით და მინდოდა რომ აი აქ ხმა შემოვიდეს რაღაც წვიმის. ეხლა ხანს გააკეთა 11 Labs-მა, აი voice-over-ის რაღაც კიდე რევოლუცია. მანამდე თუ უბრალოდ კითხულობდა, აი ერთი თვის წინ გამოვიდა სადღაც აი სიტყვებს შორის, ბრჭყალებში ემოციას უთითებ რა. Whispering, loud, shouting და ანუ აი ზუსტად ისე ნარატივი ისეთი იდეალურია რა, არ ვიცი. აუდიობუქების გახმოვანება, ან წიგნების გახმოვანება, ან voice-over-ი, აი იდეალურად აკეთებს მართლა. აი ქართულშიც არ უჭირს არ ვიტყოდი ინგლისურად უფრო დახვეწილი უბრალოდ, მაგრამ ქართულიც ანუ უკვე ისეთია, რომ მართლა ვერ გაარჩევ ორი ხმა რომ მოგცე, რომელი არა, ანუ მართლა ვერ გაარჩევ. მეშინია. მე მინდა რომ შევეხოთ ზოგადად ცოტა მოვშორდეთ ამ კონკრეტულ კამპანიას და ზოგადად შევეხოთ ჩვენს ინდუსტრიას. ძალიან საინტერესოა თქვენი გადმოსახედი, თქვენი ბრენდის აქტიურობას როგორ შეაფასებთ ამ ინდუსტრიაში კონკურენციის ნაწილზეც თუნდაც რა არის მნიშვნელოვანი ეხ შეგვიძლია რაღაც კონკრეტული მაგალითები არ მოვიყვანოთ უბრალოდ როგორ უყურებთ ზოგადად თქვენს ინდუსტრიაში მარკეტინგულ განვითარებას რაღაც წლების მანძილზე რა უჭირს რა ულხინს და ასე შემდეგ თუ არის რამე კონკრეტული ინსაიტები
ხო, ალდაგი ისეთ ინდუსტრიაში რომ ძალიან ძლიერი კონკურენცია არის და ძლიერი კონკურენტები ყავს, ხო, ეხლა ეს თან შეგვიძლია არავისთვის დასამალი არ არის, GPI არის, TBC არის და ინდუსტრია ზოგადად ბევრი სადაზღვევო კომპანია არის და ძლიერი ბრენდები არიან და მაგიტომაც არის ძალიან საინტერესო სხვათა შორის მაგ ინდუსტრიაში მუშაობა. ეხლა ალდაგს რაც მოყვება და რაც არ უჭირს ნამდვილად არის awareness-ი და ბრენდი ცნობილია და ასე შემდეგ და სანდოა და გამოცდილდა ესეთ სანდო კომპანიად მიიჩნევა, ამიტომ აქ თავარი ჩვენი მიზანი ის არის ვარ დავკარგოთ ეგ ნდობა და ჩვენი ბრენდიც იყოს ძლიერი და ესეთი შექმნას რაღაც ღირებულება მართლა მომხმარებლისთვის და ხო რაშიც გვინდა ხო უფრო თქვათ განვითარება არის რომ უფრო მარტივად ციფრულად ხელმისაწვდომი იყოს ყველა პროდუქტი. ზოგადად ინდუსტრიის გასაჭირი ის არის რომ მაინც ძალიან დაბალია მოხმარება ავტოდაზღვევის, ქონების დაზღვევის, საკუთარ დაზღვევის მოხმარება არ არის. არ არის ისეთი must have პროდუქტი საქართველოში, როგორც არის თქვათ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორი გამოცდილებებიც იქ არის. აქ ჩვენ რაღაცნაირად მაინც ისე ვართ რაღაც პრემიუმ პროდუქტად მიიჩნევა. სიამოვნებაში ეგრე არ არის. ხო, ანუ რაღაც რისკის დაზღვევის ძალიან basic საშუალებაა, როცა მანქანა ყავს და იცი რომ რისკი ეგეთი მაღალია რომ შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩვენთან განსაკუთრებით თუ როგორ დადი. ხო, ეგ არის და ჩვენ ეხლა იმაზე ვმუშაობთ, რომ უფრო აქტიურად გქონდეს პროდუქტ მარკეტინგი, უფრო აქტიური იყოს შეთავაზებების მხრივ მრავალფეროვანი იყოს და რომ გავზარდოთ პენეტრაცია და უფრო მეტი მომხმარებელი შემოვიყვანოთ. და ეხლა კამპანია რაც გვაქვს, ეს ორი ახალი პროდუქტი რომ დავამატეთ, არჩევანი თქო რომ ვახსენე, ეს არის უფრო ეს basic პროდუქტები, უფრო ხელმისაწვდომი რომ იყოს და უფრო ადვილად შეეძლოს მომხმარებელს რომ გაწუდეს რა ამ პროდუქტის ყიდვას. ამიტომ მგონია რომ მაგ მიმართულებით სამუშაო არის. ეხლა მარკეტინგის კუთხით გამოწვევები ბევრი არის და ხო, ანუ როგორც ხვდები, ანუ ერთი რო გიწევთ პროდუქტის ცნობადობაზეც მუშაობა, რომ ადამიანებს დაარწმუნოთ რამდენად მნიშვნელოვანი ამ პროდუქტის ქონა, ხო? ანუ ეს რო იყოს რაღაცა სახელმწიფო დონეზე განსაზღვრული, პირობითად ბევრად მარტივი იქნებოდა თქვენთვის ამ პროდუქტების კომუნიკაცია. კი, ანუ მაგალითად საქართველო ერთადერთი ქვეყანა არის მთელ ევროპაში, რომელსაც არ აქვს სავალდებულო მესამე პირის დაზღვევა, მძღოლის პასუხისმგებლობას ვეძახით ჩვენ ამას, ხო? როდესაც ხვის მანქანას ან ავტომობილს ან ქონებას აფუჭებ, ვალდებული ხარ საზღვარგარეთ, რომ დაზღვეული გქონდეს, რომ ან აინაზღაუროს ეს ზიანი და საქართველოში ეს რაღაცა არ არის დარეგულირებული და სულ არის ამაზე საუბარი და იმედია რომ სავალდებულო ეხსახება შემოვა. ნუ მე როგორც ხდება ხოლმე მე სხვა პროდუქტების მოხმარებასაც ეგ ხელს შეუწყობს და უფრო ცნობადობასაც გაზრდის და როცა ნახავ რომ რაღაცა ეგეთი გამოყენება შეიძლება კონდეს ამ პროდუქტს, მე შეიძლება შენ ავტომობილსაც უფრო მეტი мотиваცია გექნება რომ დააზღვიო, ხო? ხო, გამოწვევა ეგ არის რეალურად რომ რაღაცნაირად ეს მივახვედროთ მომხმარებელი, მეტი მომხმარებელი შემოვიყვანოთ მოკლედ დაზღვევაში. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ეგ და იმედია ამ ნაწილსაც რაღაცნაირად დაეთმობაოდეს მე ყურადღება და ხო ცნობიერება გაჩნდება ადამიანებში რომ დაზღვევა არის აუცილებელი რამ არა მარტო ავტომობილი ზოგადად მესამე პირის დაზღვევა მე როგორც ვიცი ანუ თანხაც ისეთია რომ მაგის არ გააქტიურება აი ისა ანუ უეჟველო მინიმალურად და რაღაც აღქმები არსებობს სხვათა შორის აი ესეთი რაღაცა აღქმები არის რომ ძვირია მაგალითად რაღაცა სახლის დაზღვევა და სინამდვილეში ის უფრო ძვირია როდესაც მეზობელი წყალს გიშვებს და ეგ რისკი ძალიან ყოველდღიური არის აი თითქმის მე ხა კორპუსში ვცხოვრობ ჩემ სახლში ზემოდან ქვემოდან ყველა წყალი ჩამოდის რემონტი ფუჭდება არ არის ისეთი ძვირი ეგ პროდუქტი რომ აი ესე რაღაცა არ გიღიდეს ან არ განიხილო ხო და ხა ავტოდაზღვევა უფრო და უფრო ხდება აქტუალური და უფრო იზრდება მაგაზე ცნობიერება. რასაც ვერ ვიტყვით თქვა სხვა პროდუქტებზე უფრო ნელა მიდის შედარებით პროცესი. ლევან, შენთან მაგ ესეთი კითხვა დაახლოებით იგივე შინაარსის, თუმცა უფრო ჩვენი ინდუსტრიის გარშემო. როგორ შენ ხა დიდი ხანია რაც ამ ინდუსტრიაში მოღვაწეობ, საინტერესოა როგორ უყურებ ჩვენს ინდუსტრიას, ვითარდება ინდუსტრია ერთ ადგილზე დგას, იმიტომ რომ წინა ვისთანაც მაგ საშუალება მოკლედ ყველასთან ამ კითხვას ვაჟღერებ ხოლმე, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვანაირად უყურებს ქართული მარკეტინგული ინდუსტრიის განვითარებას რა და საინტერესო სააგენტოს განმოსახედით რამდენად
სად ხო, მეც აი 2015-14 წლიდან თვალს ვადევნებ ამ ყველაფერს, დაახლოებით 16 წელს Betterfly-ში ვიყავი და აი მან უფრო უკვე ამ ინდუსტრიის ნაწილი გავხდი და ყველაფერს ვნახულობდი. და რავი, აი პირველი ნაბიჯები რაც იყო, აი ჩემთვის აი ინდუსტრია იწყება, აი Livingstone-ის რაღაც სიგიჟე კამპანიები, დრონი და რაღაცები, აი მან დაიწყო რაღაც აღზევება, მე Holmes-ების რაღაცები და აი მან იყო რაღაც დიდი პერიოდი, რომ ძალიან კრეატივი, ცოტა ტრეში ჩაჭერა და აი 3-4 წუთიანი რგოლებიც გამოდიოდა რა. მე ეგ რაღაც მომენტში ანუ ეხლა როგორც უფრო ხედავთ 1 წუთიან რგოლებამდე ჩავიდა, შეიძლება პატარა 15 წამიანი რამოდენიმე რგოლი. მოკლედ ანუ იკუმშება და ანუ მეტი კონტენტი უნდა დაყარო და იმის ფუფუნება რომ ყველა რგოლი რაღაც ფილმივით იყოს და 60 წუთიანი იყოს, ნუ ძალიან რთულია რა. რა თქმა უნდა შეიძლება წელიწადში ერთი თუ დიდი კომპანია ხარ საჭიროც არის ალბათ, მაგრამ anyway, ანუ ყველა თავის დროზე რო დიდ რგოლებს იღებ და ეხლა მე მგონი ძალიან შეიცვალა რა და ეხლა AI-ც იმის საშუალებას გაძლევს, რომ კიდე უფრო შეკუმშვა და აი ალბათ მარკეტკენ მიდის ყველაფერი, რომ ანუ უფრო სწრაფად და ანუ თქვა quantity over quality არ გამოდის და არც მინდა რომ ეგრე იყოს, მაგრამ რაღაც შეიძლება გათანაბრდეს რა, ანუ უფრო მეტის დაყარო, მაგრამ quality-ც არ დააგდო და აი რაღაც market მიდის ყველაფერი, რომ output-ი უნდა კონდეს ბევრად უფრო დიდი, იმიტომ რომ რავი, აი დასპამულია ყველაფერი და ანუ თუ არ გამოჩდი და თუ მთელი ბიუჯეტი ჩაყარე ერთ რგოლში და რგოლმა ნუ კაი რამდენი აქვს longevity ხო, 2 კვირა ვიტრიალო, რაღაც всё. მაგიტომაც არ შეიძლება სპრედი უნდა გააკეთო და უფრო რაღაც კონკრეტული ისინი დაბომბო, ანუ ცოტა AI-ს გამოიყენო, ცოტა არ AI-ს გამოიყენო და აი რაღაც ძალიან ადაპტირებული უნდა იყო რა, ანუ ისეთი მარტივი აღარა ყოფილი როგორც იყო და კარგ რგოლს დადებ და ანუ გაშლა არ გინდა და всё რაღაც 3000 ლაიქი. ეხლა უკვე ანუ რა გაშლის გარეშე რა აზრი ვსვერთ რაღაც დადებას და გაშლები მაგარია. იცი რა მაინტერესებს, აი არ ვიცი შეიძლება თუ გაქვთ ამაზე რისერჩი გაკეთებული მაგალითად, ანუ კრეატიულ ინდუსტრიაში არსებობს ძალიან ბევრი კრეატიული ფესტივალი, ხო? კონკურსები, სადაც ნამუშევრები გადის, ძალიან ბევრი პროდაქშენი და ასე შემდეგ. ამ ფესტივალებზე როგორ უყურებენ ზოგადად AI გენერირებულ commercials მაგალითად, ანუ რა ფასდება, ანუ მან ცოტა სნობური დამოკიდებულება ხო არა, რომ აი თუ კრაფტია და რაღაცა მაგას უფრო დიდი წონა აქვს და AI თქვა, რომ აი არა რაღაცა მოდი არ დაუყენოთ გვერდს, აი ძალიან საინტერესოა ეგ, იმიტომ რომ რაღაც ფესტივალების ნაწილშიც თუ გახშირდა ესეთი თანამშრომლობა, ხა თქვენ როგორიც გქონდათ, შეიძლება ისეთი რეკლამა გადაიღოთ ბჭყალებში, ანუ დააგენერიროთ, რომელიც შეიძლება იყოს საფესტივალო შინაარსობრივიდან გამომდინარე, ხო? ანუ ძალიან საინტერესოა ეგ კონკურენცია რა, რამე თუ არსებობს, თუნდაც აი გლობალურ ფესტივალებზე რამე მიდგომები ამასთან დაკავშირებით. აი საინტერესოა ძალიან, ეგეც მე მგონი, ანუ ჯერ იმდენი კომერციალიც არ არის AI-ის, რაც აი რაღაც death water throats, რა ბრენდს, წყლის ის კილებში რა წავალ. არ მახსოვს. მოკლედ მაგით მაგაკეთეს რაღაც AI კომერციალი და მანამდე აი კოლამ გააკეთა ერთი და ძალიან ცუდი, ანუ dislike-ის ratio იყო რაღაც კატასტროფულად მაღალი. და აი არ ვიცი, მე მგონი აი სუბიექტური აზრი, რომ ანუ as long as commercial-ის სივრცეში ვარ და კლიენტს ვეთანამშრომლებით, რომ რგოლი დაიდოს და რაღაც შედეგს მიაღწიოს, მან მგონი რომ თანაბრად ვართ, მაგრამ აი როგორც კი ფესტივალზე მიდის საუბარი, სადაც უკვე დატოლება მიდის ერთმანეთის კრეატივის და კრაფტის, აი მან მე მგონია ცოტა უნდა AI ჩამოშორდეთ რა, ანუ არ ვიცი, აი მან რაღაც მაინც რაღაცა კრაფტს უფრო დიდ წონას აძლევს. მან უკვე რაღაც ხელოვნებაში გადადიხარ, აი სანამ ხელოვნებამდე მიხვალ და კომერცია არის, ბაზარი არა, თანაბრად ვარ და შედეგი უნდა დაიდოს და რაღაც კლიენტმა KPI-ები შეასრულოს, მაგრამ როგორც კი ხელოვნებაში გადავდივარ და უკვე კრაფტის დატოლებაში, აი მან მეც როგორც AI-ის agency-ის წარმომადგენელს, აი შეიძლება მან დისკომფორტი უკვე ჩაგერთოს, რომ ვიღაცა მიშრომა და მთელი სული ოფლი ჩადა და მაგიტო შეიძლება საჭირო იყოს რომ რაღაც ალკე იყოს ეგ ალბათ ხო იყო მინატია რაღაცა სადაც აი მან შეიძლება რომ შეფასდეს ერთმანეთთან დატოლებით და არა რაღაცა კრაფტთან კონკურენციაში ანუ ვაფშე არ მინდა რაღაც იმ ხალხის შრომა ჩავავდო და ანუ ეგ ფესტივალი მაგის მაგრამ შეიძლება თქვა სააგენტომ რაღაცა tagline-ი ესეთი დაიწეროს რომ ხელოვნება AI-ში და რაღაცა თამამი სიტყვით იმიტომ რომ არის ახლა უნდა მეთქოს ზუსტად რაღაცა
ხელოვნება მანდაც შეიძლება იყოს რა რაღაცა ეს პროცესი ისედაც არ არის ესეთი ერთფეროვანი რა იმასაც იმუშავები რომ რაღაც საბოლოოდ რაღაცა შექმნა ხო და ისიც შეიძლება განიხილო როგორც რაღაც ხელოვნების ან მარკეტინგი ხო ეგ არის ხელოვნების და კომერციის რაღაცა მიქსი არის და AI-ში შეიძლება რაღაც დონეზე იყოს რა ხელოვნება და ალბათ დროის ამბავია ჯერ აი ჰეითერი ისეთ სიტყვა მაგრამ ჯერ ბევრი აი როგორც Photoshop-ის ეს მაგალითები ვახსენე ბევრი ტიპია ვინც აი მე ამდენი წელი ამას ვსწავლობდი და ვაკეთებდი და შენ უცბად რაღაც გამოჩნდი და ამში გააკეთე მესმის ძალიან ანუ რაღაც რევოლუციური ამბავია მაგრამ აი მე მგონი ცოტა დრო რო გავა ალბათ უკვე შეგვიძლია ეგეთ რაღაცებს ვსწავლო ჯერ გააკეთე მაგრამ რა გააკეთე აი მე ეგ უნდა შეფასდეს რა არის საბოლოო ჯერ ძალიან ადრეა და ჯერ ძალიან დიდი ისა ანუ ბევრი სააგენტოც და ბევრი კლიენტიც აი საერთოდ არ გვინდა მოდი გავყოთ იმ ძას რაც მიყვებით და აი ესე აი ვაფშე არ გვინდა და აი ძალიან გარდამტეხ იმაზე ვართ ახლა რომ აი საით გადავა შეიძლება ანუ რაღაც მომენტში ვაფშე არის AGI გამოვიდეს და ანუ ყველაფერი დავიკიდოთ და რაღაც რევოლუცია მოხდეს კიდე მეორე შეიძლება ისე განვითარდეს რომ მართლა უკვე არ ვიცი კრაფტში გადავიდეს აი მართლა ძალიან ისეთ იმაზე ვართ რომ ყველაფერი წინაა და აი ძალიან საინტერესოა ჩემთვის როგორ განვითარდება და სად წავა და კომერციაში დარჩება თუ ხელოვნებაშიც გადავა და არ ვიცი იცი რა რეალურად ჩემი აზრით მაინც თულები არის ეს ყველაფერი რა მარკეტინგში მთავარი არის რაღაცა ეს კონცეპტები ესე მგონია რა აი მესიჯი თუ რაღაც აი ეგ ყველაზე მაგრამ მუშაობს აი ის კრეატივ რაღაცას რომ მიაგნებ რაღაცა მესიჯი გააქვს მე რა თულებს იყენებ ხა AI-ს იყენებ ეგ თუ შენ რაღაცა ასკაციან გუნდს გადააღებინე არ ქმნის ეგ იმ ხელღირებულებას ამიტომ ხელსაწყოა ეგრე უყურებ მე და არ შეიძლება რომ რაღაცა ისე შევხედოთ რომ ხა რაღაც ასმა კაცმა თუ არ ჩადო ოფლი მაინდა-მაინც არ ნიშნავს არაფერს იმიტომ კრეატივი აუცილებლად დარჩება და ეგ არის ყველაზე მთავარი და მამოძრავებელი და მაგაში ადამიანები აუცილებლად იქნებიან ჩართული იმიტომ როგორც შენ თქვი ხა მე არ წარმომიდგენი რომ AI-ს კრეატივი ვთხოვთ აბა დამიგენერირე შენ ხა მე რაღაცა კრეატიული იდეა ალბათ ეგ ძალიან შორს ვართ მაგისგან და ეს კიდე ხელსაწყოა და მგონია რომ რაც უფრო კარგად გამოიყენებ და რაც უფრო მაქსიმალურად გამოიყენებ პირიქით ძალიან მაგარია მე რაღაც მაგნიშნო რომ აი კომერციაში სანამ ვართ ოკეი აი მაგალითად მეც არ მინდა AI ფილმებს უყურო და აწი ყველა ფილმი AI იყოს ანუ მირჩევნია რომ მაინც ისა გააჩნია კოძე ხა Black Mirror-ში რომ რაღაცა იყოს აი ხა ეგეთ კონცეპტუალურად თუ ხდება ხო მაგრამ anyway ყველაფერი AI-ს გაკეთებული ცოტა მეშინე ანუ რაღაცა თითქოს უნდა მე აი რაღაცა ღირებულება აღარ აქვს თითქოს ხო სიღრმე აღარ აქვს ეგეთი ის არის Photoshop წინა ეპიზოდში ჩვენ სტუმრად ყავდა Ed Black-ი და მათ აღნიშნეს რომ ყოველ წელს აკეთებენ კატეგორიების გადახედვას, რაც იმიტომ რომ ვითარდება ინდუსტრია, რაღაც ახალი ემატება ზოგი კატეგორია, მაგალითად თუ არ მეშლება ესე იყო, რომ აი რადიო იყო ეგეთი კატეგორია, რომელიც შიც არ შემოდიოდა ნამუშევრები და გაერთიანეს რაღაც კონკრეტულ კატეგორიაში და დარწმუნებული ვარ, ახლა AI-ის მიმართულებაც ზუსტად ეგ არის, რომ ფესტივალებიც უკვე დაამატებენ რაღაც კონკრეტულ კატეგორიას, სადაც შეგეძლება შენ კონკრეტულად ამ ნიშის მიმართულებით ნამუშევარი შეიძლება. კრაფტი მე მგონი არ არის რაც გადავხედე. თუმცა შეიძლება დაემატოს ხო? ხო, ანუ არა მარტო თქვენ, არამედ ფესტივალებიც აკეთებენ ადაპტირებას მოკლედ ამ მიმართულებით. ჩვენ პარტნიორი ყავს პოდკასტში ალმა, რომელსაც აქვს ჩვენ სტუმრებთან ესეთი კითხვა ზოგადად და ამას ჩვენ სტუმრებს უსმენ ხოლმე. ზოგადად რა როლი აქვს გარე რეკლამას თქვენს კომუნიკაციაში, ან შეიძლება შეხება არ ქონიათ მაგალითად ან თქვენ როგორ აღიქვათ ზოგადად ამ placements ამ mediums ნუ ეხა იქ მარტო billboard-ი არ არის ხო აი რაღაც ავტობუსის გაჩერება მეტრო ანუ ბევრნაირი განთავსების საშუალება არსებობს ძალიან საინტერესოა ბრენდის მხარე თქვენ როგორ უყურებთ ამას რა ზომის კამპანიებში მიმართავთ ხოლმე ამას ან შეიძლება საერთოდ პატარა ცალკეულ კომუნიკაციებადაც იყენებდეთ ხო მე ძალიან მიყვარს ეგ ზოგადად აუთდორი მგონია რომ ძალიან საინტერესო არის მიმართულება და უბრალოდ აუთდორში რაღაცას მიაღწიო აი ნუ აი აბსოლუტურად გადატვირთული ვიზუალური აი სადღაც ვიდიხარ საერთოდ არ გაინტერესებს არაფერი არანაირი ინფორმაციის მიღება რაღაც ისეთი უნდა იყოს
რომ მან შენი ყურადღება მიიქციოს, ხო? და ძალიან დიდი კონკურენციაა, მაგიტომ მგონია და მაგრამ შეიძლება ძალიან კარგად გამოყენება თუ იმას შეძლებ, რომ რეალურად საინტერესო რაღაცა მოიფიქრო. და ნუ ეხა ბრენდის ცნობადობისთვის, კამპანიის ცნობადობისთვის ძალიან გადასარევი ის არის, ხო, მედიუმი არის, ესე ვთქვათ. მე მგონია, რომ უბრალოდ ბიუჯეტის ნაწილია, ძირითადად ვიყენებთ ხოლმე ბრენდის კამპანიებში ჩვენ ეხა ლოკაციების, ხო, და ლოკაციების რა თქმა უნდა ვარჩევთ მაგას ძალიან ფრთხილად, სად ჩანს, სად არ ჩანს, სად როგორ აღიქმება ეს კონკრეტული ვიზუალი და ასე შემდეგ. და სხვა შორის მაინც ესე ჩვენ ესე ვყურებთ, რომ მოაქვს ამას რაღაცა ღირებულება რეალურად დღესდღეობით ესე მგონია და დიდი კამპანიები როცა გვაქვს, ვცდილობთ ხოლმე რომ ვიყოთ აუდიტორიაშიც და კარგია რომ ესენი რაღაც სხვადასხვა ფორმატები გაჩნდა, რომ იქ რაღაც ავტობუსი იქნება თუ გაჩერება თუ რაღაცა, ესენი აი ამასაც რაც უფრო კრეატიულად მიუდგებით, მით უკეთესი იქნება, რომ შეიძლება სადაც არ ელოდები იქ დაგხვდეს ეგ ბანერი და ძალიან საინტერესო იყოს. მოკლედ რაღაცა აი თან საინტერესოა ცალკე კიდე რაღაცა აი ლოკაციების ესე ფრთხილად შერჩევა, რომ აი სად იქნება სწორი რომ იყო წარმოდგენილი და საცობია საცობი. ძალიან საინტერესო თქვენი აზრი ამ ხა უცებ გამახსენდა აი მონიტორები სადაც შეიძლება რომ AI რეკლამები შეგხვდეს ქალაქში. თქვენი მეგობარი უფრო მონიტორი შეიძლება იყოს. თუმცა განთავსებაზე ჩემ პატარა 2 ცენტს დავამატებ. აი ერთადერთი მინუსი რაც არის, ნუ გაზომბადი რო არ არის ესე დიდად, მაგის მიღმა, ანუ თუ სწორად აი რაღაც მგონია რომ ბინას ეძებ, აი სულ ეგ უნდა იყოს და ანუ ერთ პატარა ქიმეს ჯან პროსტა კამპანიის გაშლა არ უნდა იყოს და ლიჟბი სოციმედიის ვიზუალი გადააკეთაო და ის იგივე გააკეთაო სისულელე, მაგრამ ანუ თუ სწორად გამოიყენე და რაღაცა იგი კონკრეტული ლოკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ახლა ვიცი რომ აი თბილისში კი შეიძლება მეგა კონკურენცია, მაგრამ ანუ ბათუმში ზუგდიდში რაღაც პატარა ქალაქებში მაგაზე პატარა ის ქონია შეხება, ანუ ნაკლები კონკურენცია და შეგიძლიათ ძალიან კარგი. კი, და ვიყენებთ ხოლმე აგროდაზღვევაში ძალიან აქტიურად და კარგად მუშაობ. ზუგდიდში ჩასვლა წრესთან, სადაც ყველა ზუგდიდელი ყოველდღე დადის, რაღაც შეიძლება всё. რაღაც თელი ის სწორი ისა ძალიან ქურაცა. ხო, და ძალიან მნიშვნელოვანია ის ადამიანები, ვინც გვიყურებენ, ვისაც არ ქონიათ შეხება. ძალიან ხშირად არიან, რომ არის რომ მარკეტინგის მენეჯერები კონკრეტულ პლეისმენტებს რაღაცა კონკრეტულ აუდიტორიიდან გამომდინარე არჩევენ ხოლმე. მაგალითად, ხშირად არის რომ მაგალითად თუ ავტობუსის გაჩერებებს ირჩევს ბრენდი, შეიძლება რაღაც უმიზნებდეს სტუდენტებს პირობითად ავტობუსებზე პლეისმენტს, ანუ რაღაცა მაქსიმალურად უკვირდებიან ის ადამიანები, სიტყვაზე ჩვენ ყველა ადამიანი, სად მოძრაობთ, როგორ მოძრაობთ, რომ ზუსტად დაგვიმიზნონ ის რეკლამა, რომელიც ჩვენ უნდა შეგხვდეს და მე რაღაცა ჩვენს ქვეცნობიერში დაილექოს და რაღაც კონკრეტულად გადაწყვეტილების მიღების მომენტში მე სხვადასხვა სტუდენტებთან მქონდა ხოლმე მაგალითი რომ გონია რომ რაღაც მაღაზიაში დახთან მისულები ჩვენით რაღაც გადაწყვეტილება მივიღეთ და რაღაც პროდუქტი ავიღეთ, სინამდვილეში ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ არის და იმ ბრენდის ძალიან დიდხნიანი ასე ვთქვათ შრომის შედეგია რომ ძალიან მიყვარს 99 ფრანკი და ვისაც არ გინახავს ნახეთ, ანუ მან ძალიან კარგად არის ახსნილი ზოგადად ეგ პროცესი და ძალიან დიდი როლი აქვს არა მარტო გარეკანა, ზოგადად კომუნიკაციას, მარკეტინგულ კომუნიკაციას, რომელიც რაღაც სტრატეგიულად და გეგმილია, რომ რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილება მიაღებინო ადამიანს. ახლა იმედია ხალხი არ გაგონაცხავს ამის გამო კომენტარებში და თავი დაგვანებეთ და მოგვითხოვეთ. ხო, ну, მაგრამ ну რეკლამაცია ქუცამ თქვა სხვათა შორის წინა ეპიზოდში, რომ ხშირად არის რომ რაღაც Facebook-ის პოსტს დაგახვედრებენ ბანერზეო რა და ეგ სასურველია რომ არ იყოს, იმიტომ რომ ქალაქის იერსახის ნაწილი არის და თუ ეფექტური იქნება და კარგი იქნება, იმიტომ რომ outdoor ზოგადად ბილბორდი ძალიან ბევრი წლებია იყო სარეკლამო მედიუმი და ძალიან მიყვარს მეც და ბევრი кейსი და ბევრი რაღაც მაგალითი გვიჩვენებია სტუდენტებისთვის როგორი უნდა იყოს რეკლამა და სულ ბილბორდებია რა და კარგი იქნება თუ ბრენდები და სააგენტოებიც ამ მედიუმს რაღაც ისე შეხედავენ კრეატიულად. მაგას აი Canvas-ის თუ შევხვდა, ეხლა ხან ძალიან კაი ბილბორდის ედი გააკეთეს, რაღაც edit-ის და ასე მოხაზული იყო და ბილბორდსაც გაცდა, აი ეგეთი აი Pinterest რო შეხვდა და creative billboards-ო ჩაწერა, ეხლა მილიონი აი ეგ სხვა შორის საქართველოში
რაღაც ცოტა გვაკლიოსავით რა, შეიძლება არ ვიცი, მან ვერ მივიღე. ხო და აი კრეატორების მეტი რა არის აქ მოიფიქრეთ ყრია და იმდენად იშვიათად ვიპირო, რომ არ გაგვევარჯიშებია. აუთდორს იმდენად იშვიათად ვიყენებ, რომ არ გავარჯიშებები. ანუ ძალიან მაგარი მედიუმია მართლა. აი კანვასის როგორ არჩევ ხა მას? აი მე მაგალითად ეგ გამოცდილება რაში მაქვს, რომ ძღოლისთვის მაქვს პროდუქტი, ხა აი ფეხით მოსიარული არ მაინტერესებს და იქ რაღაცა და ამიტომ ის ველი რასაც დაინახავს ძღოლი ის მაინტერესებს და შესაძლოა მაგას უყურებ და ვთქვათ მაგ და რა ტიპის ძღოლი სად მინდა ვაკეში მინდა და ვაკე საბურთალოზე რომ დადის ის ძღოლი მინდა თუ ვიღაცა რომელიც სადღაც შეიძლება იყოს სხვა ლოკაცია. ძალიან საინტერესო არის ზოგადად, ну ჩვენი პოდკასტიც იდეაც ეგ არის, რომ ვისაუბროთ ზუსტად მაგ ინსაიტებზე, დეტალებზე, როგორ იგეგმება ეს კამპანიები, როგორ ის რასაც ყოველდღიურობაში ვხედავთ, ბილბორდს უყურებთ, Facebook-ზე რეკლამა შეგვხვდება, ტელევიზორში ვნახავთ თუ სად ვნახავთ, ეს მის მიღმა იმდენი, ასე ვთქვათ, დეტალია, იმდენი გათვლა, იმდენი სტრატეგია, რომ ძალიან საინტერესოა ამაზე საუბარი და მიხარია, რომ მოკლედ ამას ვაკეთებ და მიხარია რომ მოკლედ მესტუმრეთ. მინდა რომ უკვე ბოლოსკენ წავიყვანო. მადლობა გითხრათ იმ კამპანიისთვის, რაც ჩვენთან მოიტანეთ, ძალიან საინტერესოა. და დარწმუნებული ვარ, რომ ხშირად შევხვდებით ერთმანეთს სხვადასხვა კამპანიებზე სასაუბროთ. იქნება ეს ცალ-ცალკე სხვა საკითხოსთან, სხვა კომპანიებთან. გისურვებთ წარმატებებს თქვენ ახალ კომპანიას, მოკლედ ჩვენს ინდუსტრიაში და ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე დაგემშვიდობით მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, არ დაგავიწყდეთ და თუ რაიმე კითხვა გექნებათ, დაწერეთ კომენტარებში, შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს დროებით.